დიდი ხანი გავიდა მას მერე, რაც პოდკასტი არ ჩაგვიწერია თამაშდამოკიდებულების თემატიკასთან დაკავშირებით. და ეს რაღაცა ახალი ხედვა ჩვენი პოდკასტის გულისხმობს იმას, რომ წარმოვადგინოთ და წარმოვაჩინოთ ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ჰქონდათ თამაშდამოკიდებულების პრობლემა, მიიღეს რეაბილიტაცია, გაიარეს გამოჯამრთელების სრული კურსი და დღეს სწორედ ასეთი ადამიანი იქნება ჩვენი პოდკასტის სტუმარი, არის ასეთი ადამიანი სახელად მათე, რომელმაც დაახლოებით 3 წლის წინ გაიარა რეაბილიტაცია დღე პირველში. დღეს მას შევხვდებით. დღეს ის საქმიანობს იმ სფეროში, რომელიც ყოველთვის იზიდავდა, ყოველთვის იყო მისი ინტერესის სფერო და შესაბამისად ვისაუბრებთ მის წარსულზე, ვისაუბრებთ მის აწმყოზე, ვისაუბრებთ იმ ასე ვთქვათ, ხედვებზე, რომელიც მას გააჩნია მომავალთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო თემა გველოდება წინ, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი არ იქნება მხოლოდ რაღაცა კონკრეტულ თამაშდამოკიდებულების პრობლემაზე. ამ პრობლემაზე ვისაუბრებთ ბევრად სიღრმისეულად და პრინციპში ეს არის ის შინაარსი ამ ვიდეოსი და ძირითადი მიზანი ამ ვიდეოსი არის ის, რომ ჩავსახოთ გარკვეული ოპტიმიზმი ადამიანებში, იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი არსებობს გამოჯამრთელება და ეს გამოჯამრთელება აბსოლუტურად რეალურია, რასაც ძალიან მალე ამ ვიდეოშივე ვიხილავთ. მე და მათემ ვისაუბრეთ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და შევთანხმდით, რომ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. ის დღეს საქმიანობს ტურისტული მიმართულებით, ასე რომ ჩვენ ეხლა ძალიან მალე მას შევხვდებით და შეუერთდებით იმ ტურში, რომელიც მას ისედაც ქონდა დაგეგმილი და გარკვეულწილად ამ ტურის მსვლელობისას ვისაუბრებთ იმ თამაშდამოკიდებულების საკითხებზე, რომელიც მის ისტორიას, ასე ვთქვათ, უკავშირდება. აი მათეს კოლონაც მოგვიახლოვდა, როგორც ვთქვით, და ეხლა მივესალმებით ჩვენს სტუმარს, ბატონ მათეს. ბატონო მათე. როგორ? კარგად, ეხლა პეტრიჩკას გაგიკეთებ. კი ბატონო. ხო, ანუ შო. ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ იმაზე, რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის, ანუ ნამდვილი პოდკასტის, როგორც ჩვენ დავარქვით, იმიტომ რომ ნამდვილი ისტორიებზეა, შინაარსი არის ამ შემთხვევაში შენი ცხოვრების გამოცდილება, როგორც ასე ვთქვათ, იმ გამოჯამრთელების ისტორია, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და ჩვენ ვისაუბრებთ იმ წარსულზე, რომელიც ერთიანად ორივეს ერთად გვაკავშირებს იმ აწმყოზე, რომელიც დღეს ჩვენს ცხოვრებაში დგას და იმ მომავალზე, რომლის მიმართაც რაღაცა გეგმები გაქვს. მე მგონია, რომ შენი ტურის ფარგლებში ეს ყველაზე უფრო სწორი იქნება, რასაც ეხა გავაკეთებთ და შენი ტურის ფარგლებში იქნება ეს კი ბატონო, ვისაუბროთ. ტურის ფარგლებში უფრო ცოცხლად. კი ბატონო, და გზაში გავაგრძელოთ მაშინ. მათე მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ შენ გაგიჩნდა იმის სურვილი, რომ გაგეზიარებინა საკუთარი გამოცდილება თამაშდამოკიდებულებასთან დაკავშირებით და ეს შეიძლება ზოგიერთი ადამიანისთვის იყოს გარკვეულწილად იმედის მომცემი, იმიტომ რომ ესეთი კლიშე არსებობს საზოგადოებაში, რომ აი თუ თამაშდამოკიდებულების პრობლემა აქვს ადამიანს, აი თითქოს განაჩენივით ჟღერს, ნარკომანს ეშველება, ალკოჰოლიკს ეშველება, აი თამაშდამოკიდებულება ეს არის ის, რაც ჯობია რომ არ დაგემართოს არასდროს. და მადლობა ამისთვის გულწრფელად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამიმეორდები, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ვიღაცისთვის ის რაღაცა ტრიგერი, რომელიც გადაადგმევინებს ნაბიჯს გამოჯამრთელების მიმართულებით. მათე, მოდი გაიხსენე ის დრო, რომელიც შენი ანუ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ალბათ, ხო, თამაში. იმიტომ რომ
ჩემი ცხოვრებაში თამაში 10 წლის განმავლობაში იდგა აქტუალურად და მე ჩემ გადმოსახედიდან რო უყურებ ის 10 წელი თითქოს როგორ ვთქვა, რობოტულად ვიცხოვრე, არ მახსოვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენები და შენთან როგორ იყო ეს ყველაფერი? მადლობა, მეც გადავიხდი მადლობას. ჯერ პირველ რიგში იმისთვის რომ აქ ვართ და აქამდე მივედით. და ვინმესთვის თუ რაიმე სასარგებლო იქნება ჩემი გამოცდილების გაზიარების მოსმენა, მაგით პირიქით მოხარული ვიქნები. რაც შეეხება ჩემ ამბავს. რა თქმა უნდა, ეგ ეტაპი ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთს აღარ დავამატებ და ყველაზე მძიმე იყო. მანდაც განსხვავებები იყო. აქედან რომ უყურებ, იყო ყველაზე მძიმე, თორე იმ მომენტში იმასაც კი ვერ ხვდები, რა სიტუაციაში ვარ, რას ვაკეთებ, რას ვერ ვაკეთებ, რას ვაფუჭებ, რამეზე ვარ თუ არა საერთოდ დამოკიდებული. გონია რომ მევმართავ რაღაც პროცესებს, მაგრამ სინამდვილეში ის მართავს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმესთან ერთად ყველაზე ერთფეროვანი და ყველაზე ისეთი ეტაპია ჩემი ცხოვრების, საიდანაც გასახსენებლად ვერაფერს ვერ ამოვარჩევ, იმიტომ რომ ერთნაირი იყო ყველაფერი, რუტინა. გულისხმობ იმ პერიოდს, როცა აქტიურად უკვე დამოკიდებულებაში გადამეზარდა ეს ჩემი ცოტა ცელქობა და ჰობი, ესე რომ ვთქვათ. იმიტომ რომ თავიდან რაღაც თითქოს ხალისიც ჰქონდა ამ ყველაფერს. არც პრობლემები მოქონდა, არც დამოკიდებულება მქონდა ასე თუ ისე და მარტო გართობა იყო. მაგრამ ძირითადი ეტაპი 10 წლეულს ბევრი არ დააკლდება არც ჩემ შემთხვევაში, მაინც იყო დამოკიდებულების პერიოდი. ის ერთფეროვანი რუტინა, რასაც ქვია, მარტო იმით ხალისი, რომ მეთამაშა. უბრალოდ თამაში რომ რაღაც წვრილმანებით მესიამოვნა. მათე ჩემი აზრით ჩვენ ვართ ჩვენი შეხედულებები. და ამ შეხედულებების ცვლილებით ჩვენ ვიცვლებით თავად. აი 90-იანებს რო გადავხედოთ, მაგალითად, ერთ-ერთი შეხედულება იყო ისეთი, რომ კაცს უნდა მოიყვანა ქალიშვილი ცოლად. ესეთი აზრი იყო და ძირითადად ამ აზრს ითვალისწინებდა ხოლმე იმდროინდელი მამაკაცი, ასე ვთქვათ და ძალიან ბევრი ოჯახი შეიქმნა ზუსტად ამ ნიშნით და ძალიან ბევრი ოჯახი არ შეიქმნა, იმიტომ რომ იქ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა ის გოგო, რომელიც შეიძლება კაცს იგიჟემდე უყვარდა, ხო? ანუ ჩვენმა შეხედულებებმა გაგვაკეთებინა შესაბამისი არჩევანი. ესეც ხო ესე არის, რომ ჩვენ ვიყავით რაღაც შეხედულებებში, რომელიც როგორ ვთქვა, ვტოვებდა კიდევ უფრო დიდხანს თამაში. აი შენ გამოჯამთელების პროცესიდან გამომდინარე დღევანდელი გადმოსახედიდან რა იყო ის ძირითადი შეხედულება, რომელიც სინამდვილეში მე მცდარი აღმოჩნდა, რაც კიდევ უფრო დიდხანს გტოვებდა თამაში ვინაიდან რადგანაც აი ესე გეგონა. ყველაზე დიდი მცდარი შეხედულება ის იყო, რომ ფინანსური პრობლემები მქონდა. რეალურად ფინანსური პრობლემებზე მეტად სხვა პრობლემა მქონდა, მაგრამ იმ მომენტში ეგ არ ვიცოდი, ვერ ვაანალიზებდი უბრალოდ. შესაბამისად, მარტო ის რო იყო ჩემი პრობლემა, რომ აი ფინანსურად რაღაც მიჭირს, აი მაგ წრეზე ვტრიალებდი. აღარ მიჭირდა, პრობლემაც აღარ მქონდა. გამიჭირდებოდა ისევ და ისევ. თამაშის გამო, ესე იგი პრობლემა მქონდა. ყველაზე მცდარი შეხედულება მაინც ეს იყო. გარდა ამისა, კიდე შეიძლება ჩამოითვალოს რამდენიმე მცდარი შეხედულება უშუალოდ პროცესში რაც ქონდა მე მაგალითად როგორც თამაშ დამოკიდებულს უშუალოდ რაღაც პროცესის მიმდინარეობის დროს, მაგრამ ეს იმდენად წვრილმანი არის და იმდენად ვერახსნადი არის. აი თუ გამოცდილება არ აქვს ადამიანს და თუ არ გაუსინჯავს ის და თუ არ ისიც თუ არ ჩაუთრევია იმ რაღაც მცდარ შეხედულებებს, ალბათ ძალიან ძნელი გასაგებია სხვისთვის. ალბათ რაღაც სრულწმენებს გულისხმობ, ხო? აი მე მაგალითად ესეთი რაღაც მქონია, რომ თამაშის წინ ვცდილობდი რომ რაღაცა სიკეთე ჩამედინა, რომ მე ეს სიკეთე თამაშის პროცესში დამფასებოდა რაღაც უზენაესი საზღაური მიგებო, ხო? ანუ ასეთი რაღაცები მქონია, კი, და მე როდესაც უკვე რეაბილიტირდები და გამოჯანმრთელების პროცესში ხვდები, რომ ეს ყველაფერი, ანუ შიზოფრენიასთან ძალიან ახლოს არის, მე იცვლება ეს რაღაცა გარკვეული შეხედულებები და შეხედულებები, როცა იცვლება, იცვლები თავად შენ.
რა თქმა უნდა. მოდი აი ამ ძიმე პერიოდიდან კიდე შევეხოთ აღიარების ნაწილს, იმიტომ რომ მე ვიცი, ვინაიდან და რადგანაც უშუალოდ ვესწრებოდი შენი გამოჯამრთელების პროცესს და ჩართული ვიყავი შენი გამოჯამრთელების პროცესში, მე ვიცი, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია და კულმინაციური მომენტია შენი ცხოვრების მანძილზე. რა იყო ეგ შენთვის? პირველი, რასაც ვიტყვი, აღიარებით დაიწყო ყველაფერი. ანუ დადებითისკენ და სიკეთისკენ ნაბიჯებს გულისხმობ ყველაფერში. თორემ მანამდე ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ის ყველაფერი კი იყო. პირველი, როცა შევძელი იმის გააზრება, რომ მე დამოკიდებული ვიყავი, თამაშ დამოკიდებული და რომ რეალურად ის პროცესი მართავდა მე და მე ვერ მართავდი ვერანაირ პროცესს, აი პირველი ნაბიჯი ალბათ ეგ იყო უკვე შემდეგ მერე ბევრი გადადგმული ნაბიჯის. იმიტომ რომ როგორც კი გავიაზრე, მალევე ვაღიარე კიდეც პირველ რიგში ჩემ თავთან, ეგ იყო პირველი ნაბიჯი ჩემთვის, ყველაზე რთული ეგ იყო საკუთარ თავთან აღიარება. მერე რამდენიმე აღიარება მაგას ნაბიჯ მოხვა, სხვასთან აღიარება, იმის რომ თამაშ დამოკიდებული ვარ, რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, რასაც შენც ადევნებდი თვალს და უკვე რეაბილიტირებული მათე ეგეც ნანახი როცა ყავდა, იმ დროსაც კი მიჭირდა აღიარება. ოღონ იმ დროს იმის აღიარებაც კი მიჭირდა, რომ აი ვიყავი თამაშ დამოკიდებული და აღარ ვარ, იმიტომ რომ რაც შენახსენე რა, ის კლიშეების მსხვერპლი ვიყავი. ზუსტად მახსოვს რას ფიქრობდი მაშინ, ყველა ფიქრი რატომ ვერ ვაღიარებდი იმას, რომ გამოვჯამრთელდი. იმიტომ რომ მაგისთვის პირველ რიგში ის უნდა მეთქვა, რომ დამოკიდებული ვიყავი. აი ეგ იყო ყველაზე რთული, მან აი ადამიანებიც კი მახსოვს, ვის რა რეაქცია ჩემი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ჩვენი გადმოსახედიდან ფიქრობთ ის რას იფიქრებს ჩვენზე. ანუ ადამიანებიც კი მახსოვს, ვინ რას იფიქრებდა ჩემზე, ეს რომ გაეგოთ. მით უმეტეს ისეთ სფეროში, როცა მოღვაწეობ, სადაც ხალხთან ურთიერთობა გიწევს, ხალხის ნდობა გჭირდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სანამ მე შენს თავს და შენს სერვისს შესთავაზებ და აღმოჩნდება, რომ ან არც ისე ცუდია, ან კარგია, ან ასე შემდეგ, მანამდე მჭირდება ნდობა. აი ამიტომ ყველაზე მეტად ბოლო საფეხური, ანუ პირველი გამიჭირდა ყველაზე მეტად საკუთარ თავთან აღიარება თუ ეს ბოლოს, რომ უკვე გამოვჯამრთელდი. აი მაგორიდან ვერ გადავწყვიტე, რომელი უფრო გამიჭირდა, იმიტომ რომ პრინციპში ეს ბოლო ძალიან ახალია ჩემთვის. იმასაც გაგახსენებ, გქონდა ჩვენ საუბარი რაღაც ეტაპის წინ და მსგავს საუბართან მიმართებაში სხვა წარმოდგენა მქონდა. იმიტომ რომ მე შემიძლია ვისაუბრო შენთან, შემიძლია ვისაუბრო 5 ადამიანთან, 50 ადამიანთან შემიძლია ვისაუბრო, ან მაშინაც მე საუბრა ის რასაც ახლა ვსაუბრობ, მაგრამ ისე რომ ძალიან ყველას გასაგონად ვერ ვამბობდი, მართლა აი ყველას გასაგონად ძალიან მიჭირდა. ეხლა უკვე აღიარების ეგ ეტაპიც გადავაგორე და ძალიან მარტივად მიმაჩნია იმის გაზიარება, რაც მჭირდა და პირიქით სიამაყე შემიძლია იმის გაზიარება, შემდეგ უკვე რა გამოვიდა იმ ყველაფრიდან, რასაც რეაბილიტაცია ქვია და მე პრინციპში შემიძლია მოგილოცო განა ის რომ შენ ამას ამბობ. მოგილოცო ის რომ შენი თვითშეფასება ნორმის ფარგლებშია, იმიტომ რომ როცა მე მაინტერესებს მეზობელი ნოდარის აზრი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი თვითშეფასება არის ქვემოთ. მოდი ესე ვიტყვი, შეურაცხყოფას არავის არ მივაყენებთ, მაგრამ ზღვარს ქვემოთ. ხო, ცუდ მდგომარეობაშია, ანუ პლინტუს ქვემოთ არის, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ როგორია ჯანსაღი თვითშეფასების დროს ფორმულა თვითშეფასების, ხო? თვითონ სიტყვა თვითშეფასება, ეს არის ჩემი აზრი, ჩემ თავთან დაკავშირებით. და როდესაც არ არის ნორმაში თვითშეფასება, მაგ შემთხვევაში ფორმულა იცვლება და ხდება ჩემი აზრით რას ფიქრობს ის ჩემზე. და საბოლოო ჯამში აი ამ აზრებს მე ვაგროვებ, ნოდარი რას იტყვის, ოჯახის წევრი რას იტყვის, მეგობარი რას იტყვის, კლასელი, თანამშრომელი და საბოლოო ჯამში იქმნება რაღაც წარმოდგენა ჩემ თავთან დაკავშირებით, რომ მე თვითონ არ ვაფასებ საკუთარ თავს, ან არასაკმარისია ჩემი აზრი. ამიტომაც ჩემთვის ძალიან სენსიტიური ხდება სხვისი აზრი ჩემ თავთან დაკავშირებით და ეს ძალიან ბევრ საკითხში მაბრკოლებს. ძალიან ბევრ საკითხში ვარ ფაქტიურად გაუბედავი, ვერ ვბედავ რაღაცებს, იმიტომ რომ მეშინია იმ ფიდბექის, რომელიც მექნება საზოგადოების მხრიდან.
ამიტომ მინდა რომ გულწრფელად მოგილოცო, იმიტომ რომ დღეს შენ შეგიძლია ილაპარაკო იმ შენ ცხოვრებაზე, რომელიც თამაშთან არის დაკავშირებული და პირიქით გეამაყება ის ამბავი, რომ ეს წარსულ ფორმატშია და არა აწპოს და მით უმეტეს მომავლის. კი ბატონო, იმიტომ რომ ამას ვფიქრობდი თოსამ ფრაზებზე. წინასწარ ვერ ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ რაღაცა რომ წამომწდება, მერე ვიაზრებ უფრო და ჩემს მეგობარს რაღაცას ვურჩევდი. და იქ ესეთი რაღაც უთხარი, რომ ჩემი წარსული, ჩემი ძალაა მეთქი და მართლაც ეგრეა, იმიტომ რომ ჩემი წარსული არის ჩემი გამოცდილება. გამოცდილება კიდე ცოდნაა და ეხლა ცოდნაზე დიდი ძალა კიდე არ არსებობს. შესაბამისად, უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ამაზე შემიძლია, არა 55 ადამიანს კი არა, ყველას ვესაუბრო, როგორც ეხლა აღვნიშნე. შესაბამისად, კიდე ერთი მადლობა შენ, იმიტომ რომ ამის გარკვეულწილად შემოქმედი ხარ, ერთად გავიარეთ ჩვენ ეს პროცესი. ზუსტად მახსოვს ის ემოციები პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს ჩვენი საუბრიდან რა წავიღე და საერთოდ წავიღე თუ არა რამე ეგ მერე უფრო გავიაზრე და ბოლო შეხვედრებიდან ყველაზე კარგად მახსოვს ის რომ ფერად სამყაროში ბარტყირო ფრენას ისწავლის და რომ გამოუშვებენ დაახლოებით ეგეთი ამბავი იყო წადი გაფრინდიო და ეხლა ფრენის რა მოგახსენო მაგრამ კარგი ტემპით მოძრაობ ფრენა არც მჭირდება ეხლა ჩემს არც ფიზიკურობას სჭირდება, არც ჩემს საქმეს და არაფერს. კარგი ტემპით სიარული მჭირდება და მაგას ვაკეთებ. იქ სადაც მინდა რომ ვაკეთო. კარგი, მოდი ახლა გადავინაცვლოთ ჩვენ უშუალოდ მეორე ლოკაციაზე, სადაც ვაპირებთ ეს იყო ჩვენი საუბარი წარსულზე, სადაც უკვე აწმყოზე გადავინაცვლებთ და იქ მე მგონია რომ უფრო კარგად გამოჩნდება თვითონ გამოჯანმრთელების შედეგი და ამავდროულად ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გიჭირავს. გადავინაცვლოთ. ათე ეხლა ჩვენ პრინციპში გავაგრძელეთ გზა, საკმაოდ საინტერესო შოუ დადგეს შენმა სტუმრებმა თუ ტურისტებმა თუ არ ვიცი როგორ უნდა უცაბედად შემოქმედებულებმა. ხო, ანუ დღევანდელი შენი საქმიანობის კარგი ილუსტრაცია იყო ის ყველაფერი, რაც ჩვენი კამერების ობიექტივში მოხდა. ეს ახალისო იყო. მათე რა მაინტერესებს ისი დღე პირველი აი დღე პირველი შენთვის რა არის? დღე პირველი ჩემთვის არის დღე პირველი მართლაც, როდესაც სწორი ნაბიჯებით სიარული დავიწყე. ხო. კონკრეტულად დღეს ვერ ავიღებ, ვერც იმ დღეს გავიხსენებ აღიარების დღეს. ხო. ვერც იმ დღეს გავიხსენებ გადაწყვეტის როდის უნდა მოსულიყავი, ანუ უნდა მივსულიყავი თუ არა სადმე. ვერც იმას გავიხსენებ კონკრეტულად დღეს ვერ გავიხსენებ, როდის დავიწყეთ ეს ნაბიჯები, მაგრამ ზოგადად აი სიმბოლურად დღე პირველი ჩემთვის არის ყველა ნაბიჯის საწყისი. ოღონ ყველა კარგი ნაბიჯის საწყისი. ფილოსოფიურად თუ შეხედავ, იდეაში დღე პირველის დასახელებაც გულისხმობს მაგას, რომ ანუ დღეს და არა ერთ დღესაც და აინშტაინს აქვს ესეთი რიტორიკული შეკითხვა დატოვებული ჩვენთვის, რომ ადამიანი კეთილია, თუ ადამიანი ბოროტია, აი ამ არჩევანიდან გამომდინარე ყალიბდება შენი ცხოვრება. აინშტაინის დონეს რა თქმა უნდა არც ფიქრობ რომ ვართ და არც ვეჯიბრებით ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენი რიტორიკული შეკითხვა დავსვით, რომ დღეს, ანუ დღე პირველი, ანუ დღეს, ეხლა ამჟამად, აქ და ამჟამად თუ ერთ დღესაც, რომელიც გულისხმობს რაღაც გაურკვეველ ბუნდოვან მომავალს. ის აი რა არის შენთვის გამოჯანმრთელება? აი რა მოგცა? თავარი. თავარი რაც მომცა, თავარი არის
გავიწმინდე. ხო. ანუ როგორ შეიძლება ეხა ეს სიტყვა ვინმე გაიგოს არ ვიცი, მაგრამ მართლა ეგრეა. გავიწმინდე, განვიწმინდე. ყველანაირი გაგებით. თავიდან ყველანაირი ნეგატიური, ძირითადად ყველანაირი ნეგატიური ფიქრის განდევნილია, ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობაში რაიმე მავნე თუ იყო, ისიც განდევნილია და ზოგადად ჩემ ცხოვრებას რამეს ლაიტმოტივად თუ მოსდევდა მუქი ფერის რაღაც, რაც უსიამოვნებას მანიჭებდა, ყველაზე მუქი ესე რომ ვთქვათ, ყველაფრისგან ვარ განწმენდული. კი, რა თქმა უნდა, ეხლა ცხოვრება ჩვეულებრივი და ელემენტარული რაღაც წინაღობები და ცოტა რაღაც ნაცრისფერი რაღაცები ყველას ყოველთვის თანდევს, მაგრამ ეგ ისეთია, რასთან გამკლავებას არ მეშინია და არ ვუფრთხი. რასაც უფრთხოდი და რასაც აღიარებასაც უფრთხოდი და არ ვიღებდი მაგას და შესაბამისად ვერც ვაგვარებდი, იყო ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ჩემი მდგომარეობა, ჩემი დამოკიდებულება და მაგის მერე უკვე არაჩვეულებრივი თქო, ეხა უცებ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რეალურად ეს არის ჩვეულებრივი ცხოვრება ჩემი. მანამდე იყო უბრალოდ ცუდად არაჩვეულებრივი. ხო და ეხლა არის ჩემი ჩვეული ცხოვრება, რომელიც ოდესღაც რაღაც ეტაპზე მქონდა, მე მესახებოდა რომ ესეთი უნდა მქონოდა და ეხლა რეალურად მაქვს. რა ხდება შენ აწმყოში? აი, ეხლა რა ხდება შენ ცხოვრებაში? ანუ რა არის ის, რაც არ მოგწონს მაგალითად? რა არის ის, რაც მოგწონს? რა ხდება შენ ცხოვრებაში დღეს? ჩემ ცხოვრებაში ხდება ბევრი საინტერესო რამ, თუნდაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი ჩემი საინტერესო ცხოვრების ეს არის, სადაც ახლა ვარ. კი ბატონო, ტურისტულ სფეროში ვარ ჩართული და ამის კეთება ყოველდღე მსიამოვნებს, აი ყოველ წუთს მსიამოვნებს. საერთოდ მოწყვეტილი არც მანამდე ყოფილი ვარ იმ ცუდ პერიოდში, მაგრამ მივყვებოდი, აი აქ არაგვი როგორც მიდის და რაღაც აი თევსაც ვერ ვიტყვი რა, რაღაც დეტალი, აი რაღაც ნივთი რო შეგვიძლია ჩავაგდოთ და გაყვეს, აი ეგრე მივყვებოდი მაშინ ამ ყველაფერს და ეხლა ზემოთ მოვცურავ. იმ ხარეს მოვცურავ, სადაც მე მინდა და ისე ვაკეთებ, როგორც მე მინდა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მიღწევა თუ შეიძლება ესე ითქვას, ერთ-ერთი რაც ამ ეტაპზე მაქვს და ადრე არასდროს არ მქონდა და ვერც ხვდებოდი მაგით სიკეთე როგორ უნდა მიმეღო, არის მომენტით ტკბობა. აი რაღაც მიზანს ვისახავ და ამ მიზნამდე მისასვლელად ხო რაღაც რესურსი მჭირდება, დრო მჭირდება, ბევრი რაღაც მჭირდება რა, მოკლედ. აი ადრე ვიყავი რომ ეს უცებ მინდოდა. ეს ყველაფერი რო ყოფილიყო და რაღაც გარკვეულ ეტაპზე ვისაუბრია კიდეც ჩვენ მაგაზე რომ ყველაფერი მინდოდა მალე. აი გუშინ მინდოდა, კი, აი ამ წამს რო გავიფიქრე, ეგ უკვე გუშინ მინდოდა რომ უკვე მოხდარი ყოფილიყო და ამ ეტაპზე ესე არ ვარ. ზუსტად ვიცი რა მინდა, ზუსტად ვიცი როგორ დავისახო და როგორ გავაკეთო. ყველაფერს თავის დროა. რა თქმა უნდა, იქამდე მისასვლელად რა დროც მჭირდება და რა ქმედებებიც მჭირდება, იმითაც კი სიამოვნებას ვიღებ. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი იმ დროში ვერ ესწრება და ვერ კეთდება, თავიდან შეიძლება როგორც წარმომედგინა, მაგრამ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს, შეფერხებასაც, გადადებასაც, დროზე ადრე შესრულებასაც და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს ვიღებ ადეკვატურად. და ამ ყველაფრით სიამოვნებას ვიღებ, რაც თავარია. ის რომ დღეს მარტივი მაგალითი რო ვთქვა, ყველაზე ბოლო მაგალითი, ის რომ მე ამ დროს უკვე უღელტეხილზე გადასული უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც მიზეზებისთა გამო ვერ ვარ ჯერ გადასული და იქამდე მინიმუმ 1 საათი მინდა. კი, რაღაც კუთხით ეს შეიძლება ნერვების მოსაჭრელი იყოს, მაგრამ არა. სხვა გამოცდილებაა. ეხა იმ დროს მიწევს იმ ადგილას ყოფნა, რა დროსაც არასდროს არ ყოფილი ვარ და ამ კუთხით უყურებ. ეს აი მარტივი დღევანდელი მაგალითი რომ მოვიყვანო და ცხოვრებაშიც ეგრე უყურებ რა. რაღაცას მოვისურვებ, თუ გავაკეთებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ის გაკეთდეს. თუ არ გამოვაკიდე, იმ ყველაფერს ვიღებ როგორც გამოცდილებას. და რა თქმა უნდა, შემდეგ ჯერზე რომ მსგავს რამეს მოვისურვებ, უკვე უფრო დიდი გამოცდილება და შესაბამისად უფრო მეტი ცოდნა მექნება, რომ ის ყველაფერი უფრო მალე და სწორად მივიღო. როდესაც სარკეში იხედები ის ანარეკლი, რომელიც შენია. როგორია დღეს და როგორი იყო მაშინ? ხშირად არ ვიხედები სარკეში, მაგრამ წარმოსახვით სარკეს თუ ავღწერ, შედარებაც არ მინდა და ძალიან არ მინდა ხოლმე რომ ერთმანეთის გვერდით დავაყენო ის ანარეკლი და ეს ანარეკლი.
იმიტომ რომ რადიკალურად განსხვავებულია. ხასიათითაც, აი ყველაფრით რა, ხასიათით კი არა, ცხოვრებისეული ყველანაირი დეტალით. თითქმის 100%-ამდე არასწორი შეხედულებებით, მანამდე მცდარი შეხედულებებით და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ რის ინტერესიც მაქვს იმ სფეროში, ასე თუ ისე ყველაფერზე სწორი შეხედულება მაქვს. შეგიძლია დღეს რო თქვა, რომ შენ გიყვარს შენი თავი? კი, რა თქმა უნდა, მიყვარს. ერთ-ერთი რამ და ვინმე ვინც გარშემო ყველაზე მეტად მიყვარს, ეგ არის ერთ-ერთი არის ჩემი თავი. ნუ იმ უსაყვარლეს ადამიანებთან ერთად მოვიაზრებ, რაც ახლა საბაზისოა ყველა ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ მიყვარს. ძალიან მიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტადაც მიყვარს ჩემი თავი. და იცი რა არის, მე არ მინდა რომ დიდი დრო წაგართვა, იმიტომ რომ შენ გზაზე დგები, აი ჩვენ რო დავამთავრებთ ახლა ამ საუბარს, მე დაგემშვიდობები და დავბრუნდები უკან, შენ კიდე წინ გაქვს გზა, უბრალოდ თავარი მიზანი ერთ-ერთი ამ საუბრის არის გავაჩინოთ გავაჩინოთ იმედი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს პრობლემა. რას ეტყოდი იმ ადამიანს, რომელიც დღეს თამაშობს და გონია რომ ფულის გამო თამაშობს, ვერ ბედავს რაღაც აღიარებებს, რაღაცებს ვერ აკეთებს და საბოლოო ჯამში უფრო და უფრო დიდი ჭაობისკენ მიექანება. აი, რას ეტყოდი? აი, ახლა რო ვფიქრობ, ძალიან ბევრი რაღაც შემიძლია და ძალიან ბევრი რაღაც მინდა რომ ვუთხრა ადამიანს, რომელიც ამ ეტაპზე არის იმ მდგომარეობაში, თუნდაც ამ მდგომარეობაში მე ვიყავი რამდენიმე წლის წინ. მაგრამ ყველაფერს ერთად რა თქმა უნდა ვერ ვეტყვი. ყველაზე მთავარი რასაც ვეტყვი, ის არის რომ რამენაირად, აი, არ ვიცი, თავში ან გარშემო მყოფებში, ან სადმე როგორმე მოძებნოს იმის ძალა, რომ აი ეს დღე პირველი დაიყენოს თავის ცხოვრებაში. აი, ეგ დღე როგორც კი დაუდგება, ანუ გულისხმობ იმას, რომ გაიაზრებს, რომ პრობლემა აქვს, გაიაზრებს იმას, რომ დამოკიდებულება არის იმის პრობლემა და არა იმ დღევანდელი ფინანსური მდგომარეობა მისი, როგორც კი აღიარებს თავის თავთან, აი ეგ იქნება მისი დღე პირველი. დღე პირველის დასაწყისი, ესე ვიტყოდი და აი არ ვიცი, ძალიან ბევრი კეთილის მოსურნე ჩემს გარშემო, რა თქმა უნდა, ყოველთვის ტრიალებდნენ და ყოველთვის მირჩევდნენ, ყველა თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე აღიქვამს ხო, სხვის ცხოვრებასაც და სხვის პრობლემებსაც და რჩევადარიგებებსაც შესაბამისად ვიძლევით ხოლმე რა. იმიტომ რომ მე რო გავიგებ ადამიანს რაღაც უჭირს, თითქოს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა რომ რაღაც ვურჩიო, მაგრამ ყველას მაინც კონკრეტულად თავისი მიდგომა სჭირდება. ეგრე ვიყავი ზუსტად მეც. ჩემი კონკრეტული პრობლემის, მაგვარი პრობლემა გარშემო, აი უახლოეს ადამიანს არავის არ ქონია. შესაბამისად, მათი ძალიან ბევრი და ძალიან დიდი მცდელობები, რასაც ვერავის ვერაფერს ვერ დაუკარგავ, ვერ გაუფასურებ, რა თქმა უნდა, მათ ამ მონდომებას ფუჭი იყო. ხო და აი როგორ უნდა მეპოვა ძალა, ან როგორ დამესახა მიზნად ის, რომ ეგ ძალა მეპოვა, არ ვიცოდი. უბრალოდ აი რაღაცნაირად კი არა, ყველაზე მთავარი ჩემ შემთხვევაში რაც მახსენდება ის იყო, რომ მომიწია ფსკერზე ჩასვლა. ფსკერზე რო ჩავიდი და იქ რო ვერაფერი ვერ ვნახე საინტერესო, ვერც ნათელი და ვერც ფერადი, მერე ცოტა სხვანაირად მომიწია. ანუ ეს ჩემი სურვილი არ იყო, უბრალოდ ეგრე მოხდა რომ მომიწია. სხვანაირად დავინახე ბევრი რაღაც და აი მან დავფიქრდი რომ რაღაცის შეცვლა მჭირდებოდა, მან დავნებდი ჩემ ჯიუტ მეს, რომელიც არ იღებდა იმას, რომ ვიყავი დამოკიდებული და მქონდა პრობლემა. ეგ შენი ჯიუტი მე სახელწოდებით ეგო, რომელიც კი ბატონო. არ გვაძლევს ხოლმე მოსვენების საშუალებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხა კონკრეტულად რა ვურჩიო ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი სურვილი ის მაქვს, რომ როგორმე მონახონ ძალა იმისა, რომ ის დღე პირველი დაიყენონ თავიანთ ცხოვრებაში. ეგ როგორც კი დადგება, მე ეტაპობრივად ძალიან ბევრ რაღაცას დაალაგებენ. და ეტაპობრივადაც მე ძალიან ბევრი რაღაც მომდის თავში, ახლა რაც შემიძლია რომ გავუზიარო, ვურჩიო, ჩემი ნათქვამით ასე თუ ისე დავეხმარო, მაგრამ საწყის ეტაპზე ეს ყველაფერი ზედმეტია ჩემი აზრით, იქამდე სანამ ის არ გაიაზრებს, რომ ეს ყველაფერი სჭირდება. თუ გააზრებული არ ექნება, რომ ეს ყველაფერი სჭირდება, შესაბამისად ჩემი, შენი და ნებისმიერი სხვის მცდელობები ფუჭი იქნება. კი, ეგრეა.
მადლობა მათე ამ გულწრფელობისთვის, მადლობა იმისთვის, რომ გააზიარე შენი წარსული, გააზიარე შენი აწმყო, ხალხო, რა ვიცი. ერთის მხრივ გამოჯამრთელება არსებობს და სიმბოლურია ეხლა რომ დინარის პირას ვართ, იმიტომ რომ მეორე ნაპირი გამოჯამრთელების სახით არსებობს და ამ მეორე ნაპირზე ვართ ეხლა. აქვს ხედვართ. და მეორე კიდე ვისაც რაღაცნაირად განსაკუთრებულად უყვარს საქართველოს, საქართველოს ბუნება და მე პირადად აი აქ ეხა პირველად და ეს არაჩვეულებრივი გარემო პირველად ნახე ჩემს ცხოვრებაში და ეგ ცხადია რომ შენი დამსახურებაა და როგორ არის თქვენი Facebook-ი? My Camp-ი ჩვენი Facebook. My Camp-ი, მოკლედ, ეს ადამიანი საოცრებებს აკეთებს, დაბუსტულია თავიდან ბოლომდე და იცის რა არის. ოღონდ მე ვარ დაბუსტული. ხო, გვერდი არა. მე ვარ დაბუსტული. იმ ადამიანის გაკეთებული საქმე, რომელიც ხარობს და ხალისობს თავისი ცხოვრებით, ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე იმ ადამიანის გაკეთებული საქმე, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დაამთავრებს თავის სამუშაო რაღაცა დროს და წავა დაიძინებს. აი იმ ხალისით ბევრად ლამაზი გამოდის ეს ყველაფერი და ძალიან ცოტა ხნის წინ ნახეთ ბუშტები და ეს უცაბედი შემოფეთება იყო ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი აქ დაგხვდა, იმიტომ რომ სხვა მეგობრებთან ერთად იყო მათთან ერთადაც მოსალხენა და ჩვენ ახლა 2 დღიან ტურზე რახან ვართ. დღეს მიგყავს რომ მე ხვალ დავაბრუნოთ და მათი გამოცილება იყო ეს ყველაფერი. მათი რაღაცა მინდა გთხოვ, როდესაც შეძლებ შენი ფოტოები მინდა რომ ჩამიყარო რამდენიმე რომ ამ ვიდეოში ჩავარჭოთ ეს ფოტოები და ასე ვთქვათ, კიდე უფრო მეტი წარმოდგენა შეიქმნას როგორი ხარ დღეს. რეალურად რასაც ვაკეთებ. ხო. კარგი, იყოს ეგრე. კარგი. მაშინ დავიშალოთ და ბედნიერი მგზავრობა მინდა გისურვო. ჩვენი გზით. ჩვენი ნათელი გზებით გავიყაროთ ამ ეტაპზე. შევხვდებით რა. ცხოვრების უკეთეს ეტაპზე. რა თქმა უნდა. ცხოვრების უკეთეს ეტაპზე რა თქმა უნდა. კარგი. მადლობა გუგა, დაგემშვიდობები. ამასაც მოვიხსნი. всё. კარგად, აბა. აბა ბედნიერი მგზავრობა. კარგი.